თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის უფლებაშეჩერებული მერის ადვოკატების შუამდგომლობა განიხილა, რომელიც მის პოსტზე აღდგენას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ ერთკვირიანი ვადა ითხოვა. აღდგება თუ არა თანამდებობაზე გიგი უგულავა და გადაუხდის თუ არა სახელმწიფო მას კომპენსაციას, ეს 25 ივნის გახდება ცნობილი. გიგი უგულავას პროცესი პროკურორების გამოუცხადებლობის გამო მანამდე ორჯერ გადაიდო. Pravdების მხარის ამოცანა არის დროის გაწევა. არ შევალ სამართლებრივ დავაში რამდენად ეს სწორი იყო თუ არ იყო სწორი საზოგადოებამ განსაჯოს და ჩვენ ხედავთ ამ გზის გაგრძელებას, როდესაც ითხოვს ბრალდება, რომ საოლქო სასამართლოში გადამისამართდეს ამ საქმის განხილვა. ჩვენ დავასაბუთეთ საკანონმდებლო ნორმებზე მითითებით, რატომ არ არის თბილისის საქალაქო სასამართლო განსჯადი სასამართლო და რატომ უნდა განიხილოს ეს საკითხი თბილისის აპელაციო სასამართლომ. შესაბამისად, ასევე დავასაბუთეთ, რომ თუკი საქალაქო სასამართლო ამას განიხილავს, გასცდება თავისი კომპეტენციის ფარგლებს და შეითავსებს სააპელაციო სასამართლოს ფუნქციებს, ვინაიდან სწორედ ასეთი ჩანაწერები არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. როგორი საკითხი დააყენა პროკურატურამ, იცით რომ თითქოს მან ისაუბრა, რომ ამ შემთხვევაში რომ ეს ამ სასამართლომ რომ არ იმსჯელოს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ შუამდგომლობას და მან თქვას, რომ ის არ არის უფლებამოსილი პირი, ფაქტიურად მოქალაქეს გიორგი უგულავას ტოვებს მარსაჯულების გარეშე.